საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად სისტემატური ქურდული გარჩევების, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენისა და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. ისინი როგორც დამოუკიდებლად, ასევე კანონიერი ქურდის ჩართულობით სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. უკანონო ქურდული გარჩევების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების გამტკიცების, სარგებლის და უპირატესობის მიღებისაკენ. სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს. 4 პირის ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. ბრალდებულებს ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელი სახე და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით შუამდგომობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.